მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარსს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და ბოლო ვადად აგვისტოს ბოლოს ახელდება. კერძოდ, კალასის თქმით არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წერილის გარკვეული პუნქტები დაასახელა. თუ ეს რაღაცეები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს. ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს. განაცხადა კალასმა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოლიტიკას. სიკორსკი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რის დაპირებებით არჩევნების დროს გასცა და არა იმას, რასაც აკეთებს. მისი თქმით, შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ოპოზიციის დევნის შესახებ. შეხვდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. პოლონეთმა უკვე გადაიტანა ყურადღება საქართველოს მთავრობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერიდან, რადგან საქართველომ აშკარად გადაუხვია ამ გზას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. ასევე შევისწავლით დევნისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას. ამასთან პოლონელი მინისტრის თქმით ფიქრობს, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, აცხადებს რადოსლავ სიკორსკი. ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებისა და მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით. ჩვენ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ოცნების გადაწყვეტილებების მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით. საბოლოოდ ალბათ შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც ქვია სავიზო რეჟიმის დაბრუნება შენგენის ქვეყნებთან მიმოსვლის დროს. ეს დაგვაზიანებს ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, ტურიზმის თვალსაზრისითაც და მთლიანობაში ევროინტეგრაციის გზაზე უკან დავიხევთ, განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას გახარია X-ზე აუცილებს. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. ევროკავშირის მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის, საქართველოს ნამდვილ მეგობარს, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, წერს გახარია. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრიკისა სხვადასხვა სახის წებოვანი ლენტი, ელექტროსასწორი, ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთი ამოიღეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბაკის რაიონში ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალის პირველი, მეორე კორპუსების მიმდებარედ დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ყველა რაიონში გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას. ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა ფორმირების სამუშაოები და ძალიან ლამაზი სივრცე გამოვიდა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, იმიტომ რომ ყველა რაიონში გვაქვს იმის საშუალება უბნების დონეზე მოვაწყოთ მწვანე სივრცეები, სადაც იქვე მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს განტვირთვასა და ვარჯიშს, აღნიშნა კახაკალაძემ.
ძლიერი საქართველოს ლიდერები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ვაშინგტონში რესპუბლიკელ კონგრესმენ დენ კრენშოუს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლელო ძლიერი საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრისას განხილული იქნა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიები. დასავლეთის საპირწონედ ავტოკრატიებთან დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობები და არაღიარებულ რეჟიმის მიერ საქართველოსა და ამერიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. რესპუბლიკელ კონგრესმენთან შეხვედრისას ქართულმა პოლიტიკოსებმა დააყენეს მეგობარი აქტის დაჩქარების აუცილებლობა და კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული დემოკრატიული პროტესტის მთავარი მოთხოვნები, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი წინაპირობა. რესპუბლიკელ კონგრესმენთან შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და საქართველოს ფასდაუდებელი როლი და მნიშვნელობა შუა კორიდორის წარმატებულ ფუნქციონირებაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელდღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას. მაღალი ტემპერატურის დროს მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. ასევე მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. მოერიდეთ მაღალ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. ამისთვის გამოიყენეთ დღის ყველაზე გრილი პერიოდი დილით, დილის 7 საათამდე. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ღაზა სექტორში ხან ივნისში მომხდარი ინციდენტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზას ჰუმანიტარულ ფონდზე დაყრდნობით ავრცელებენ. ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ლოჯისტიკური ჯგუფი, რომელიც ღაზაში დახმარების შესატანად ამერიკის შეერთებული შტატების კერძო დაცვისა და ლოჯისტიკურ კომპანიებს იყენებს, აცხადებს, რომ 19 ადამიანი ჭყლეტვის შედეგად დაიღუპა, ერთი კი ცივი იარაღით დაჭრის შედეგად. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინციდენტი ხალხში მყოფი აგიტატორების მიერ ორგანიზებულმა ქაოტურმა ტალღამ გამოიწვია. პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა Reuters განუცხადეს, რომ ადგილზე სულ მცირე 20 ადამიანი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ექიმის განმარტებით პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში ღაზაში ღაზას ჰუმანიტარული ფონდის მიერ მართულ დახმარების პუნქტებსა და დახმარების სხვა ჯგუფების, მათ შორის გაეროს მიერ მართულ კოლონებზე გარდაცვალების სულ მცირე 875 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შედგეს. ამის შესახებ კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის, თუმცა უკრაინას მესამე რაუნდის ჩატარების შესახებ შეთავაზება არ გაუკეთებია. მთავარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევაა. იმედგაცრუების შესახებ ბევრი რამე თქვა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის პარალელურად ზეწოლა უკრაინაზეც ხორციელდება, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმა ბიზნესია. რუსეთი თავის სტრატეგიას არ ცვლის და ამ ტერორის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ვინიცაზე, დნიპროზე, ხარკოვსა და ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს. რუსების სამიზნე ენერგოინფრასტრუქტურა იყო. ელექტროენერგიის აღსადგენად კრივი რიგში სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 200-მდე დრონი ჩამოაგდეს. ჩვენი თავდაცვა სისტემატურად უნდა გავაძლიეროთ. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემითა და დრონით, რათა რუსეთმა ჩვენი პასუხი იგრძნოს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.